დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმოყბერთმა. სახარებას ვკითხულობდა სურვილი გამიშთა კვლავ მორიგჯერ თქვენთან ერთად წავიკითხო სახარება და მერე გესაუბროთ ამ სახარების ირგვლივ, ჩემი აზრი მოგახსენოთ. თუ კი ვინმეს გექნებათ რამე შენიშვნა, გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ. ეს არის სახარება იოანესი მე-17 მე-20 ბუკლები. ამას განცემ თქვენ, რათა იყარებოდეთ ურთიერთას. ანუ ეუნებითო რომ შეიყვაროთ ერთმანეთიო. მოციქულებს ეუნება თავის მიმდევრს. უკეთ თუ სოფელი გძულობ თქვენ, უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა. ანუ თუ კი დაინახავთ რომ სოფელს ძულხართ, გახსოვდეთ რომ პირველადო მე მომიძულა სოფელმა. უკეთ თუმცა სოფლისაგან იყვენით, სოფელისა თვისდაყვარობდა. რამე თუ არა სოფლისაგანი ხართ თქვენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ სოფლისაგან, ამისთვის ზულ თქვენ სოფელსა. აი მოდი შევჩერდეთ ამ სიტყვებზე. და მოდი შეკითხვა ასე დავსვათ. რატო ეზიზღება სოფელს ქრისტემ და რატო ეუბნება ქრისტე მოციქულებს რომ თქვენ შეგიძულებენო, სოფელი თქვენ შეგიძულებთო და სოფლისაგანები რო იყვნეთო, მაშინ შეგიყვარებსო სოფელიო, მაგრამ სოფლისაგანი არ ხართ თქვენ და მე გამოგირჩიეთ სოფლისგან. ამიტომ თქვენ ზულხართ სოფელსო. რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? აი, თუ ჩვენ ეს ვერ გამსაზღვრეთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ქრისტიანობა მხოლოდ ზედაპირული იქნება და მეტი არაფერი. აი, რას გულისხმობ? რას ნიშნავს, რომ სოფელს ძულს ქრისტე და სოფელს ძულს მოციქულები? სოფელი რა იგულისხმება სოფელში? ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ სოფლის სულით. ანუ მიწიერი ცხოვრებით რო ცხოვრობენ, აი მიწიერი ცხოვრება რო არის მათთვის მთავარი ამოსავალი. აი მაგალითად მოშივდა უნდა სხვადასხვა რო ვთქვათ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ბრუნავს სოფელი. მოშივდა უნდა ჭამოს, შეცივდა უნდა გათბეს, ჰორმონება შეაწუხა, უნდა დაწყვილდეს. სოფლის სულით მაცხოვრებელი ადამიანი შეიძლება შრომობდეს კიდეს ბევრს. აი შრომელი ადამიანიაო გიტყვიან, მაგრამ მოდი კითხვა სხვაგვარად დავსვათ. თვითონ თავისთავად შრომა ცუდი არ არის, კარგია, ბუნებრივია ადამიანი რომ შრომობს. კარგია ეს დადებით თვითვისება. მაგრამ ამასთან ერთად თუ როგორც ერთ ადგილზე იესო ამბობს, სრულყოფილება თუ გინდა. ხო, მაშინ უნდა დასვა კითხვა. რისთვის შრომობს ადამიანი? თუ კი ის შრომობს ქრისტესთან დასაახლოებლად, კი ბატონო, სხვა თემაა, მაგრამ თუ კი ის შრომობს იმისთვის, რომ კომფორტულად ჭამოს, კომფორტულად გაერთოს, კომფორტულად დაისვენოს მერე მომავალში თავის შრომის შედეგად, კომფორტულად დაწყვილდეს, ასე შემდგომ, მისი ამოსავალი წერტილი შრომის თემაშიდაც კი არის სოფლის სული. ასეთ ადამიანს რომ კითხო, მოდი ახლა დავაკავშირებ თანამედროვე პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვხედავ. ასეთ ადამიანს რომ კითხო, უთხრა რომ აი მეგობარო, ხომ ხედავ რომ სოფელში სკოლაში ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ანუ ქართველის გადაშენების პროცესია სოფელში. მოსახლეობა კატასტროფული ტემპით მიდის ქვეყნის გარეთ, ხოლო საქართველოში კი შემოდის უცხო მიგრანტები, უცხო ტომელები. ქალაქში ჩახვიდე, იქ ქართულ ლაპარაკს იშვიათად გაიგონე მეტროში, გაჩერებებზე და ასე შემდგომ. როგორ ფიქრობ, სოფლის სულით მაცხოვრებელი ადამიანი რა პასუხს გაძლევს? მე რა უნდა ვქნა? რა შემიძლია მე? შრომობ აგერ მე პატიოსნა და ღმერთი კი შემიწყალებს. რატო არ უნდა შემიწყალებს, შრომელი და წესიერი კაცი ვარ და რატო არ უნდა შემიწყალებს? აი ასეთ პასუხს გაძლევს. ხო არ გეცნობათ ტექსტი? სოფლის სულით მაცხოვრებელი ადამიანი არ ცხოვრობს იდეებით.
და ვინც იდეებით არ ცხოვრობს, ვინც არ ერდგულებს ქრისტეს მცნებებს, ქრისტეს იდეებზეა ლაპარაკი, აი იდეები არ უფრო მიწიერი ფრაზაა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ ხმარობ, რომ უფრო ადვილად იყოს გაგებადი მსმენელისთვის. და როდესაც ქრისტეს სიტყვებით არ ცხოვრობ და ქრისტეს სიტყვებით ცხოვრება მარტო ის კი არა, ქრისტე აღიარო. ქრისტეს ესეთი სიტყვების თქვენი ადამიანი, რომლებსაც მეორე ხარისხოვანია რა ხდება ქვეყანაში, მის თავს, მის ერთს, მის ეთნოსს. შეიძლება ქრისტე წამდეს კიდეც. მე ქრისტე წამს, ეკლესიაში დავდივარ, შეიძლება ესეც გითხრას და მართლა იყოს ასე. მაგრამ მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს რომ ყველაზე მეტად ღმერთის არსებობა ვის წამს და ჯერავს, იცით? ეშმაკს. ეშმაკმა ზუსტად რა არის ღმერთის რწმენა? აღიარო მისი არსებობა. და ეშმაკმა კი ზუსტად იცის რომ ღმერთი არსებობს. ნანახი ყავს. ღმერთი რო გწამს, ჩემო ძვირფასო, არ ნიშნავს რომ უეჭველი ქრისტეს გზაზე მიდიხარ. ღმერთი რო გწამს, ისე კი არ უნდა იცხოვრო რომ ღვთის სიტყვა შენ ცხოვრებას მოარგო. არამედ ისე უნდა იცხოვრო და შენ უნდა მოერგო ღვთის სიტყვას, შენ უნდა გადაკეთდე ღვთის სიტყვის შესაბამისად. შენ უნდა დაემორჩილო ღვთის სიტყვას. ეს არის ქრისტიანობა. თორემ ღმერთის რწმენა ისეთი რწმენა როგორც ეშმაკს აქვს. შეიძლება არც გქონდეს ჩვენ ადამიანებს, ვერ შევძლოთ. მაგრამ ეშმაკს არ შეუძლია დაემორჩილოს მას. ისი მორჩილებით ცხოვრობდეს. ის ეწინააღმდეგება მას. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, თუ კი შენ ხედავ რომ შენ სიუგლივ, შენი ეთნოსი კვდება, შენი ეთნოსი ნარკომანდება, შენი ეთნოსის ზნეობრივი ნორმები უკვე დეგრადირებულია. თუ კი შენ ხედავ რომ უცხოტომელების ქალაქებს აშენებს მთავრობა და გაჩვენებული ხარ, დაუსვი შენ თავს კითხვა. ხარ კი ქრისტიანი? მერთმა დალოცვილი გამყოფოთ ჩემო ძვირფასებო და ინებო სუფალმა რომ ყოველ ქართველს ყვარებოდეს საქართველო. ინებო სუფალმა რომ ქართველ ხალხს გაუძლიერდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის.